თუ გინდა შენი მანქანა სწრაფად და მომგებიანად გაიყიდოს, უნდა იცოდე, როდის, როგორ და სად გადაუღო მას ხარისხიანი სურათები. პირველი მონახე ადგილი არ გადაიღო გარაჟებთან, ნაგავთან ან შიდა ეზოებში. გამოდგება ღია და სივრციანი ადგილები, როგორიც არის სავაჭრო ცენტრის პარკინგები ან სხვა. შეეცადე, რომ გარშემო არ იყვნენ სხვა მანქანები და გამბლელი ხალხი. არ გადაიღო, როდესაც მზე არის ზენიტში, რადგან ამ დროს მანქანის ფორმებიც და ფერიც სხვანაირად აღიქმება. არ ღირს ასევე მანქანის ღამე გადაღება, რადგან ეს ზედმეტ კითხვებს და ეჭვებს ბადებს. ფოტოსესიისთვის იდეალური დრო არის გამთენიისას და ზის ჩასვლამდე 1 საათით ადრე. ასევე გამოდგება ოდნავ მოღრუბლული ამინდიც. გაურეცხავი მანქანის გადაღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. კარგად და ხარისხიანად გარეცხეთ და გაამშრალეთ ის. სალონი აუცილებლად მტვერსასრუთი და ტილოთი გაწმინდეთ და მთელი ნაგავი და პირადი ნივთები ამოიღეთ. გაასწორეთ სავარძლები და საჭე. ხარისხიანად გაწმინდეთ დისკები და გააშავეთ საბურავები. თუ იღებთ ტელეფონით, არ გადაიღოთ ძალიან ახლოდან. ოდნავ მოშორდით მანქანას და ზუმით მოახლოვეთ კადრი. გადაუღეთ მანქანას წინიდან, მარცხენა გვერდიდან, მარჯვენა გვერდიდან, გადაუღეთ უკნიდან, 3/4 კუთხეებიდან წინ. შეგიძლიათ ეფექტურობისთვის მოატრიალოთ ბორბალი, გადაიღეთ 3/4 კუთხეებიდან უკან. ასევე გადაიღეთ საბარგული. ნაგვის და პირადი ნივთების მოშორება არ დაგავიწყდეთ. სალონს ჯერ გადაუღეთ შორიდან, აუცილებლად გადაუღეთ მანქანის ეტიკეტს, სადაც ვინ კოდი არის გამოსახული. შემდეგ გადაიღეთ ინტერიერის ახლო კადრები. შეგიძლიათ გამოაჩინოთ პრიბორები და გარბენი. აქვე შეგიძლიათ აჩვენოთ მანქანის ოფციები და ნავაროტები. ასევე თუ აპირებთ, რომ გადაუღოთ ძრავს, არ დაგავიწყდეთ მისი გაწმენდა. როდესაც მორჩებით სურათების გადაღებას და არჩევას, შეგიძლიათ დაამუშავოთ ისინი. მოჭრათ ზედმეტი, დაარეგულიროთ სიკაშკაშე და კონტრასტი, მოუმატოთ სიმკვეთრე და ჩრდილები. თავარია ზედმეტი არ მოგივა. თუ აპირებთ მანქანის ვიდეოს ატვირთვას, შეიცადეთ, რომ ის არ იყოს ასეთი. გახსოვდეთ, რომ თქვენ ყიდით არა მანქანას, არამედ სურვილს იყო მისი მფლობელი.